დღეს დილა გადასარევად დაიწყო უკვე, რომ მეგონა რომ მთელი დილა რაც გავიღვიძე და ვიმზადებოდი ვტენივი ტელეფონს, თურმე არ იყო შეერთებული და მიჯდება უკვე. მედია მატარებელი მაინც არ გააგვიანებს დღეს. ეს ბოლო ორი დღე რაღაცა განსაკუთრებულად აცივდა. დღეს გვაქვს ძალიან დიდი დღე. ჩემი დილა დღეს დაიწყო 5 საათსა და 50 წუთზე. არ მჭირდებოდა მასე ადრე ადგომა, მაგრამ მეთქი ბარე, თან ვლოგსაც გადავიღებ, თან ნელ-ნელა გავემზადები, თან მაკიაჟს გავიკეთებ, ზოგადად არ ვიკეთებ ხოლმე ყოველ დღე და ამ ზამთარშიც რაღაცას თუ წავისვამ სახეზე, რომ გავდივარ გარეთ ხო ცივა და ცრემლები ესე ჩამომდის ხოლმე, ცრემლების კვალი მეტყობა ხოლმე, მე სადაც არ უნდა მივიდე ყველგან. ხო და არ ვიცი მაგას რა ვუშველო, ეს ფიქსატორი მივისხი და როგორი ნათელია ისე, რატო ესეთი ნათელი? მატარებელს სჭირდება საათზე მეტი, მერე იქიდან გვჭირდება ავტობუსი, ზოგადად იქიდან ფეხით მივდიოდი ხოლმე დიდი ხანი. მაგრამ დღეს მაგის დრო არ გვაქვს, იმიტომ რომ დილით მაქვს ჯგუფის შეხვედრა. დღეს მაქვს 4 შეხვედრა, საღამოს მაქვს რეფორმერი, პილოტესი. ცოტას არის ის პილოტესი არის 7-ისკენ, სადღაც 9 საათად უნდა წამოვიდე. ხანდახან არის ხოლმე რომ ეს მატარებელი იჭედება, აგვიანდება, რა შეაგვიანდეს პილოტეს და დამაგვიანდება, ამ პილოტეს გამიცდება. გეფიცებით იანვარი არის 73 დღით. სადღაც შემხვდა რომ January will make sure that you feel every day of the month. და აი არაფრით არ გავიდა ეს თვე. მივდივარ საგზლით, იმდენი რაღაცა მიმაქვს ხოლმე უცალაში რომ დავდივარ. შვედური სამეცადინოები არ წამომიღია დიდად, იმიტომ რომ გუში მქონდა შვედური და ამ კვირაში დავწერეთ გამოცდა. მე მგონი ბევრი დავალება არ მაქვს შაბათისთვის. წამოღებული მაქვს ჩემი სპორტდარბაზის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, რაღაცა სნექი, წიგნი, დღიური. Om någon fastnar. Nästa, Knivsta. Tänk på avståndet mellan vagn och plattform när du stiger av. დაგვათენდა რაღაცა პოდკასტს ვნენდი მთელიქს. ახალი კომპანია, ესე ქვია Neko Health. Spotify-vis დაარსებულიც არის Daniel Ek, მაგისი და კიდე ერთი თანადამფუძნებელის კომპანია, რომელიც არის health tech-ში და აკეთებენ full body scans. შეხვედრა მაქვს ახლა 5 წუთში და მენი მიგუსწრება. მესამე შეხვედრა დღეს. ძალიან დავიღალე და შემცივდა. ჯერ 4 საათია. მატარებელში რო ჩავჯექი, იმის მერე არ მქონია დრო, რომ ამომიღო ტელეფონი და შესაძლებლობა, რომ ელაპარაკა რაღაცები. ეხლა მივდივარ სადგურისკენ. ავტობუსს არ მივყვები, მივდივარ ფეხით, რა ცოტა გავიარო, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი დავიღალე და ტვინი აღარ მიმუშავებს და მეორეც ავტობუსს სჭირდება სადღაც 15 წუთი. ფეხით მჭირდება 25 წუთიდან 9 საათამდე გაჩნია რა ტემპით დავდივარ და რა ფეხსაცმელი მაცვია. დღეს დამჭირდება ალბათ 9 საათზე ცოტა მეტი. უფრო ადრე მინდოდა წამოსვლა, მაგრამ ვერ მოვახერხე. მაღალყელიანი ჩექმების ჩაცმა და ბოტების და ეგეთი რაღაცაების ძალიან მიჭირს. მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ბევრი წყვილი შარვალი და ჯინსი, არც ერთი ისეთი ჯინსი არ მაქვს და შარვალი, რომ ამ ჩექმებში ეტანებოდეს. ადრე მქონდა ხოლმე ერთი წყვილი skinny jeans, რომელიც ძალიან მიყვარდა. ადრე ლონდონში რომ ცხოვრობდი, მეცხრა თითქმის ყოველ დღე და ისე მომბეზრდა და გავაჩუქეთ ვიღაცას მივეცით რა ვუყავი, არ ვიცი. skinny jeans-ის ჩამცმელი მეთქი ცხოვრებაში არ ვარ. ვის ჭირდება ახლა skinny jeans? ეს ჯინსი მოკლედ აღარ მაქვს. თურმე რა შემთხვევაში შეიძლება გამოდგეს. არის ზამთარში, როცა გაცვია მაღალყელიანი ჩექმა, არის ძალიან ხელსაყრელი. თუ ქვედაბოლო არ მეცვა ან კაბა ვერ ვიცვამდი ან ჩექმებს, რისთვის ვიყიდე აფდექი და გამოვწერე skinny jeans, რომელიც ძალიან გავს იმას, რომელიც ადრე მქონდა. და დღეს ესე ძალიან ბედნიერად მაცვია
მაღალყელიანი ჩექმა. ქვედა ბოლოს გარეშე და არც მცება არაფერი. ეს სხვადასხვა ჩექმა მიუხედავად იმისა, რომ ქუსლზეა, არ მტკევს მაინც ფეხს, რაც ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე. მატარებელში მივხვდი, რომ სპორტდარბაზის ბარათი დამრჩა სახლში. წარმოიდგენა არ მაქვს შემშვენ თუ არა ბარათის გარეშე საკეტები ისეთია, რომ ბარათი ჭირდება, რომ ჩაკეტო, თორე მაშინ ღია უნდა დატოვო. ზოგადად არ მაქვს ხოლმე პრობლემა მაგაზე, მაგრამ ლეპტოპი და რაღაცები მიდევს, რაც არ მინდა რომ დამეკარგოს. არავითარ შემთხვევაში. ავტობუსი ვერ მოვსწარი მაინც. ახლა ველოდები მეტროს. ძალიან დავიღალე. პირველად ვიყავდა ეს ინსტრუქტორი და ძალიან მომეწონა, ძალიან კაი როგორ იყო, ძალიან კარგად გავარჯიშა. ჩემი აზრით დღეს ძალიან რთული დღე მქონდა იმისთვის, რომ პილატესით დავემთავრებინა. ბოლო კილოკალორია გავხარჯე ამ ვარჯიშით. სიმართლე რომ გითხრათ, რეცეპციაში იჯდა ბიჭი, ლეგენდასრული. ბილეთი წამომიბეჭდა ვარჯიშის, რაც ჩემი ბარათით დაამეღო. და კიდე თავისი ბარათი მომცა, რომ ესა ლოქერებისთვის შეგიძლია გამოიყენო. და იციდან რომ გალობის ხმა ისმის, ეგეთ შეფრდება მქონდა. -5 გრადუსია და არ მცივა საერთოდ, რა ხდება? ხელელოდები მეორე მეტროს. უნდა გადავშდო და მე კიდევ უნდა გადავშდე ავტობუსში. არ და შემეძლო, რომ ერთ ავტობუსს დავლოდებოდი და ეს ავტობუსი მიყვანდა სახლში. აი რა თმინდოდა ამდენი გადაჯდომა. სახლში მინდა. კაი ცხელი ჩაი. ამე სუპი. მზიანი შეგეთი დღე გაგვითენდა. დილით გამოვიდა ძალიან ადრე. როგორც ყოველთვის ახლა შეიძლება დამენცინოს შაბათს მაინც. ავდექი მეთქი. ავას მაინც გავიმზადებ დილით. ავის გამზადება დავიწყე. პროცესში ჩავასხი. ძალიან ცოტა აუთრი მქონდა დარჩენილი. ხანდახან დავიდი ჩვეულებრივ რძესაწყიდულობს ხმდა, რატომღაც მეგონა რომ რძე იყო დარჩენილი და ამ პროცესში რა ჩავასხი, მეთქი შევურება, აკაფებს იმიტომ რომ რაღაცა ლიმიტს თუ არ გადაცდა არ აკაფებს. თურმე იოგურტი კი არ იყო, რაღაც კეფირის მსგავსი რაღაცა იყო, ანუ რაც აუთრი მქონდა დარჩენილი, ისიც გაფუჭდა, გადასაყრელი იყო. რა თქმა უნდა არ აკაფდებოდა და თან ცოტა მომჟავო გემოხილეს და ვერც ყავა დავლიე დილით. მე წამოვედი სუპერმარკეტში ვიყიდე ეს აუთრი. კი დავლიე მაინც გამოსვლამდე, მაგრამ პილატესის კლასზე მივდივარ 12-ზე მაქვს. ხა და მინდოდა რომ ცოტა ადრე მივსვლა ყავის რაღაც 11-ისკენ. რა იქამდე მეთქი წონებით ვივარჯიშებ და მე შევამეთქი პილატესზე, მაგრამ ისე მომეშალა ნერვები. ყველას ხო ემართება ალბათ, რომ შენ თვითონ რო გაიფუჭებ ხასიათს, არაფერი არ მომხდარა, მაგრამ პასუხისმგებლობებზე და რაღაცეებზე რო ფიქრობ და არაფრის გამო რომ ცუდ ხასიათზე დაიყენებ თავს. ეგეთი რაღაცა დამემართა დილით. საერთოდ აღარც პილატესი მინდოდა არაფერი, მაგრამ მაინც გამოვედი საბოლოოდ რაღაცნაირად. იმედია რომ პილატეს მაინც მომიყვანს ხასიათზე. ჩემი საყვარელი წინდები მაცვია. გამოსაპრანჭით როგორ შეიძლება ამ წინდებით და ესეთი უღრუბლო ამინდით მაინც ცუდ ხასიათზე იყო კრიმინალი. შემოვაბრუნოთ დღე.
ჩემმა ინსტრუქტორმა და კიდე ერთმა გოგომ პილატესზე ორივე მკითხეს ეს სეტი სად იყიდება, მოიცადე გაჩვენოთ. ასე რომ თქვენს თუ გაინტერესებთ, ეს ზედაც და ლეგინსებიც არის Lululemon-ის და ბევრს უთქვამს ჩემ მეგობრებს, რომ აი Lululemon-ის ლეგინსები რო არისო, კიო ძვირი ღირსო, მაგრამ აი it's worth it რა. ხოდა კაი მეთქი აი რა არის ახლა ეგეთი ეს ლეგინსები. მაგრამ რა ვიყიდე მართლა ძალიან კაი ხარისხია. ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს ყურსასმენები რომ მიკეთია, სულ მეშინია, რომ შიშინის ხმა ისმის ხოლმე ხანდახან ვიდეოებში და როგორი კარგია მინდია. ამას დავლევ და გამორთავ და მე დაგელაპარაკებით წესიერად. ფერს, რა ფერის სეტიც მათ ქვია passionate. და ყინულები ჩამოცვივ და სადაც უნდა გამევლო. და იმედია ლოლო არ დამეცემა თავზე. I got something to keep up wanted. რატო ვერ მივაგენი ვერსად ნაგვის ხუთს. კიდე ასევე Lululemon-ის matching ბოთლი. ისე მომწონს ეს ბოთლი, რომ ახლა წყალსა და ძალიან მიჭირს წყლის მაგათაც ძალიან თავში და ჩემ თავს ისეთ საჩუქარი გავუკეთე, რა ამასი ბოთლი და თერმოსი რომ მეთქი უფრო მომინდება წყლისმა. არაფერიც. ყოლმა სტოკჰოლმში. უფსალადან რომ მოვდიოდი, ჩექმებით რომ წამოვედი და ვიარე 5 კილომეტრი იმ დღეს. მაღალქუსლიანი ჩექმებით. და რომ ვამბობდი ფეხს არ მტკენს ეს ჩექმები მეთქი. და ცოტა კი მატკინა ბოლოს რომ მოვედი და რომ გამოვიცვალე სპორტდარბაზში წინდები. მაშინ რატო ვერ შევამჩნიე, არ ვიცი. სახლში რომ მოვედი თეთრი წინდები მეცვა, სპორტდარბაზის აღარ გამოვიცვალე. თითებთან იყო წითელი, იმიტომ რომ დამისისხლიან და თურმე სისხლი მდის ამ ფეხის თითებიდან და რატომ ტკივა მეთქი რა რაღაცა მაწუხებს მეთქი. 2 დღე გავიდა იმის მერე და თითები ისე მტკივა რომ ეხა ყველა თითზე ხო სანტავი კი მაკრია და მაინც მტკივა ბოტასშიც კი. სპორტული ან დაბალძირიანი ფეხსაცმელი თუ არ მაცვია 1 კილომეტრზე მეტი თუ გავიარე ესეთი რაღაცები მემართება. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი მოკლედ რომ სკვოტები გავაკეთე ვარჯიშის წინ. ფეხის ვარჯიშებს რო ვაკეთებდით ამ რეფორმერზე, ყველა უჯრედს ვგრძნობდი ჩემს საჯდომზე. ესეთი სიმწარე არ გამომიცდია პილატესზე არასდროს. ძალიან დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მეც პილატეს ინსტრუქტორი და ჩემი აზრით რო გავიზრდები პილატეს ინსტრუქტორი უნდა გამოვიდე და ყველა უნდა ვავარჯიშო ისე რომ საჯდომის შეგრძნება დაკარგონ. აი ეგ მინდა ცხოვრებაში. ჩემი პილატესის სტუდიო უნდა გავხსნა რეფორმერის. I don't have much to say. Would you like some matcha? Yes, I would like some matcha actually. Do you prefer the original or flavored? Flavored, but then with normal milk. It's much better with normal milk than with Oatly. What? I don't want snow. I love it. I want summer. I'm so happy. Started snowing again. Do you think it's gonna be the day when I do my first pull-up? Because then you get to choose any lamp you want at home. If I fail? Yeah, then you will be severely punished. შესასვლელში ჩვენი ნატურები რაც არის ჭაღები ვერ ვიყიდეთ შესასვლელისთვის, მოკლედ მე რაც მომწონს, ამას არ მოსწონს და იმაზე შეთანხმებულები ვართ, რომ ისეც არაფერს ვყიდულობთ სახლში, რაც ორივეს არ მოგწონს ძალიან. ისეთი ვერ ვნახეთ ვერაფერი, რომ მეც მომეწონოს, ამასაც მოეწონოს. ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მეთქი რაღაცა ვიყიდოთ, რომ აი ეს ჩვეულებრივი ნატურა არ დავინახო, ვითომ კარგი ლამაზი ნატურები ვიყიდეთ, მაგრამ მაინც უშლოდ ჩანს და არ მომწონს. ხო და ეხლა მითხრა, რომ დღესო პირველ pull-ups თუ გააკეთებო, რაც გინდა ის ჭაღი ვიყიდოთო. მე როგორ ბარდნის snowing so much. Go. Boop, 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 boop. How's my form? Fantastic. Holy shit. 12.
Are you disappointed? Struggling here. დღეს ისე უსალაში მივდივარ. ზოგადად შაბათობით სახელი არ მუშაობ ხოლმე, მაგრამ რაღაცა ივენთია, რომელზეც თხოვეს წასვლა და დღეს და ხვალ ორივე დღეს უფსალაში უნდა წავიდე. აღარ სადაც მუშაობ, იმ ადგილას არ მივდივარ, რაღაცა სასტუმროშია ეს ღონისძიება და არ ვიცი ზუსტად სად. ეგრე ადრეც არ გამოვსულ ვარ დღეს სახლიდან, ასე რომ გათენებულია უკვე. მგონი სადღაც 8 საათია ეხლა და უკვე კარგად გათენებულია. ეს ლიფტი მუშაობს. დღეს მაქვს ერთი პრობლემა. ზოგადად ორშაბათობით სახლიდან მუშაობ ხოლმე, იმიტომ რომ მაქვს შვედური 6:30-დან 8-მდე. და როგორც კი ვამთავრებ ხოლმე მუშაობას, მივდივარ. რადგან უფსალაში ვარ დღეს და ეს რაღაცა გრძელდება 5 საათამდე თუ 6-მდე და მერე დინერია. დინერზე კი მივუთითე რომ დავრჩები მეთქი. ხო და მე მგონი ბოლო ნაწილი ან საერთოდ უნდა გამოვტოვო, ან წამოსვლას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ 6:30-დან ახლა რომ წავიდე, კლასის დამთავრებამდე ვერ ჩავახწევს და ხომ შევხედათ დღეს როგორ წავა სიტუაცია და მოვიფიქრებ, იქნებ 7-ისკენ მაინც მოვასწრო მისვლა და გაკვეთილის მეორე ნაწილს დავესწრებოდი. თან დღეს არის პირველი დღე ახალი ბლოკის. შვედურზე მესადას დავდივარ, გვაქვს ხოლმე 4 კვირიანი ბლოკები და ყოველ ბლოკში გავდივართ რაღაცა ერთ თემას. წინა თვეში გქონდა love and relations და ყოველ კვირა რაღაცა შესაფერისი გრამატიკა, სიტყვები ასე შემდეგ და მეოთხე კვირაში გვაქვს ხოლმე სავარჯიშო გამოცდა. მოსასმენი, დასაწერი, სალაპარაკო ასე შემდეგ ყველა ნაწილი. წინა კვირაში გქონდა ეგ გამოცდა და დღეს ვიწყებთ ახალ ბლოკს. ხო და არ მინდა დღეს გაცდენა. So this has already been implemented for children with acute leukemias, and we are now doing a real-time study. How does that change our understanding to make decisions about what 4 things in the trifecta? Because they had 2 million times in January. Medical specialty that normally diagnose cases. გამოვიქეცი. ცოტა ადრე. დავწონე პლუსები და მინუსები დარჩენის შვედურის გაცდენა არ ღირდა. მივდივარ ახლა რომ მივუსწრო მატარებელს. ძლივს ჩამოვაღწიე სტოკჰოლმში. ახლა გაკვეთილზე მივდივარ და მივხვდი რომ ძალიან დავიღალე. რით ვერ დამთავრდა დღევანდელი დღე. 2 საათნახევარი შვედურის, 1 ტვინის უჯრედი მაქვს დარჩენილი დღეს მომუშავე. Här stod det om ett informellt mejl, svensk tradition. Här nere står det om formellt mejl, argumentera för sin åsikt, va? Typisk D-kursuppgift. Eller hur? När vi kommer då till kursvecka 4 på 70-talet så skulle man ju inte... აღარ ვარსეულ. არ მეგონა თუ მოვახწევდი სახლამდე. 2 blankets. I'm freezing. And I've been like this for how long now? 40 minutes? I think I'm dying. ესეთი რაღაც არ დამართნია არასდროს მე მგონი. შვედურზე რომ მივდიოდი უკვე კი ვეღარ ვგრძნობდი თავს კარგად, მაგრამ აი გაკვეთილზე რომ დავჭექი და უკვე დავალებები რომ მოგცა მასწავლებელმა და უკვე რომ მივხვდი რომ აი არაფრის გამკეთებელი მე აღარა ვარ, ენერგია აღარ მაქვს არაფრის. წარმოდგენა არ მაქვს 2 საათნახევარი როგორ გავჩერდი 8-მდე, აი მართლა წამებს ვითვლი, ლორენცოს ვეუბნები, ჩემი მეგობარია, ერთად დავდივართ, მეთქი ლორენცო მივდივარ სახლს, არაფერი არ მოდის იქიდან, ანუ ფეხი თუ არ წამოვედი ვერც ავტობუს გამოვყვებით
ზუსტად აზრი არა აქვს რა რომ დაველოდო მაინც არ მოუყავარ სახლამდე დევიდს კი მივწერე რომ მეთქი სახლამდე ძლივს მოვედი ცოტა დამაკლდა რომ არ დამერეკა და მე თქვა რომ მეთქი მოდი და წამიყვანე სახლში რაღაცნაირად ხელით წამიყვანე ესე იგი სახლში შემოვედი თუ არა თბილად მეცვა არ მეცვა თხლად 10 წუთი მარტო ხელებს უშვერდი ცხელწყალს მაშინვე გამოვიცვალე 3 ფენა ტანსაცმელი მეცვა 2 საბანი 2 საათი ვერაფრით გავთბი ყველა კუნთი მткиოდა ყველა ძვანი მткиოდა სურდო არც ხველა არც ყელის ტკივილი არაფერი სხვა სიმპტომი არ მაქვს ერთადერთი აი საშინელი სიცხე მქონდა გულში თან ხო ძალიან დაღლილი ვიყავი არაფრით არ დამეძინა სადღაც 12 საათამდე კი დავწეკი 10 საათზე უკვე მე როგორც იქნა ჩამეძინა გამეღვიძა 3 საათზე დღეს სახლიდან არ გავსულვარ საერთოდ მუშაობდი არაფერი არ გამიკეთებია წევარ დღეს თვალი დღე და იმდენი საქმე მქონდა ამ კვირაში მაქვს ფიქრობდი კიდეც რომ ვორქშოპის მეორე დღეს გამოვტოვებ მეთქი რომ სახლში ვიმუშაო და რაღაცები მოვასწრო ჩავარდი ამის დრო იყო ხა საქმეა 200 ეს იყოს დღეს არის პარასკევი და ხვალ უკვე ვიდეო უნდა დავდო ასე რომ we gotta wrap this up იმდენად უცნაური კვირა იყო და იმდენად უცნაურად დაემთხვა ყველაფერი ერთმანეთს ძალიან მეცინება იმაზე თუ რა დამემართა როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი ეს ერთმანეთს დამთხოვდა ეს სიცხე ხომ მქონდა ორშაბათს ღამე სამსახურიდან და ამ ვორქშოპიდან და შვედურის კურსიდან რომ მოვედი ხო მოუკვდი კინაღამ იმ ღამეს ამ გადმოსახლებაში ვიცი ხა დედა ჩემი ცალკე მეჩხუბება მამი და ჩემი ცალკე მეჩხუბება მაგრამ სახლში თერმომეტრი არ მაქვს არაფერი წამალი არ მაქვს იბუპროფენის გარდა. არც მაზი მაქვს, არც აი რაღაცა ჭრილობების დასამუშავებელი, არაფერი არ გამაჩნია აბსოლუტურად და აქ ეხლა ანტიბიოტიკი ესე მარტივად არის შოვება ექიმთან რომ უნდა მიხვიდე, რაღაცა სერიოზული უნდა გჭირდეს, რომ ანტიბიოტიკი ან რაღაცა სერიოზული ძლიერი წამალი ვინმე რამე მოგცეს. ხო და საინტერესო ის იყო, რომ ვიდეოს ჩაწერა რომ დავიწყე იმ დღეს ფეხსაცმელმა მახამატკინა რამდენიმე თითი. ერთ თითზე ძალიან გამიღიზიანდა ეს ჭრილობა. არ მივაქცია ყურადღება უბრალოდ ვიბანდი და სანდავი კი მეკრა მე მთელი დღე. ორშაბათს ვორქშოპზე რა ვიყავი, იმდენად ცუდად ვიყავი საღამოს, რომ ფეხი კი მткиოდა. თან ისეთი ლოუფერი მეცვა, დოკ მარტინსის ლოუფერები მაქვს და მე ზოგადად დოკ მარტინსი ძალიან მткиენს ფეხს. ყველა წყვილი რაც არ უნდა მეცვას. ბათინკი იქნება, ლოუფერი იქნება, ჩვეულებრივი ფეხსაცმელი იქნება, ყველაფერი მткиენს. დოკ მარტინსის არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი სანდავიქს დავიკრავ და ზოგადად მიჩვეული ვარ ფეხის ტკივილს, ტერფის, სადაც მაწვება ყველა ფეხსაცმელი სხვადასხვა ადგილას მткиენს. და ორშაბათს ბევრი კი არ მივლია, მაგრამ ალბათ ისე დავდიოდი, რომ ეს ნატკენი ადგილი თითზე ნაკლებად შეხებოდა ფეხსაცმელს. მთელი ეს ტერფის აი შუა ნაწილი ხო გამიწითლდა რა ადგილასაც ისედაც მткиენს ხოლმე. სადაც ეს ჭრილობა მქონდა, იმ ადგილას მქონდა ძალიან დაჟეჟილი ფეხი. და ორშაბათს სიცხე რომ მქონდა, მაშინ კი ხელი რომ დავიდა ფეხზე კი მივხვდი, რომ ხაცა მეთქი ძალიან მткиვა ეს ადგილი და ნეტა რატო? მაშინ იბუპროფენი დავლიე ღამე რაღაცა გამიარე და ყურადღება არ მიმიქცევია, იმიტომ რომ ჩვენ ზამთარია ეხლა და რამდენი წყვილი წინ დამაცვია ფეხზე. საღამოს უბრალოდ ვიფიქრე, რომ აი ძილის წინ მეთქი რომ არ გამივლია და არსად ყოფილ ვარ, ჩემს საარბერ ბილიქზე დავდექი 2 კილომეტრი, რომ თან შვედურს მეცადინეობდი და თან მეთქი 1-2 კილომეტრს გავივლი, სანამ დავიძინე. ვიგრძენი რომ ეს ფეხი რაღაცა ძალიან მткиვა. რომ დავაკვირდი, ისე შემეშინდა. ან თითის ჭრილობა, ან ფეხის დაჟეჟილობა, ან სიცხე სათითაოდ რომ დამმართნო და არც ერთ ყურადღებას არ მივაქცევდი. მაგრამ თან რომ წინაღამეს სიცხე მომცა და თან ანუ ეს მთელი ტერფი წითელი მქონდა და მთელი თითი ანუ სადაც ჭრილობა მქონდა ესეც იყო გაწითლებული და ისე იყო გადაბმული ეს გასიებული გაწითლებული რომ გეგონება რომ ერთი რაღაცა პროცესი მიდიოდა და ინფექცია შემეჭრა და რაღაც სისტემური ანთება მომცა. მეც ხომ ყავს ეს ჩემი კლოდი და ელელემები და ყველა სათითაოდ ველაპარაკე დევიდი ცალკე ელაპარაკება თან ზოგადად პანიკაში არ ჩაგაგდებენ რომ აუხსნი სიტუაციას რაღაცა ბოლოს კლოდი როგორი იყო, იცით, სეპსისისკენ მიდიოდა უკვე რაღაცა ვარიანტები და მეთქი აპაპაპა, მეთქი მოიცადე ხა. მოკლედ დავაკვირდეთო, რაღაცა გავიღვიძე ისევ დასიებული ფეხით, ოღონდ აი ტერფის დადგმაზეც მткиვა. სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, 4 დღეა გადაბმულად, აი ესე ვზივარ. ბალიშზე მიდევს ფეხი და მთელი დღე ვაკვირდები ჩემს ჭრილობას, დაჟეჟილობებს იმის მერე და მუდმივად ვიზომავდი სიცხეს. სიცხე აღარ მქონდა, თავს კარგად გურსნობდი უკვე 4 შაბათის მერე. ფეხიც ეხლა უკვე მოლურჯო ფერი მიეცა. ჭრილობა შეხორცებას იწყებს. წინა კვირას ხუთშაბათს ნატკენი თითი ჯერ კიდე არ შეხორცებულა. ეტყობა -17 გრადუსი იყო იმ დღეს და შეიძლება სიცივეზეც კიდე უარესად გაღიზიანდა ფეხსაცმელი დააწვა, რადგან ჭრილობა მქონდა კიდე უარესად
გამდი ფეხს და კიდე უფრო მატკინა მეორე ფეხსაც მომა, რომელიც მეცვა იმ დღეს და მოკლედ ეს ყველაფერი ერთმანეთს ისე გადაება. დღეს იყო პირველი დღე, როცა სახლიდან გავედი. ჯერ კიდე ჩალურჯებული და დაბეჟილი მაქვს ეს ფეხი. მორალი ამ ისტორიიდან ის არის, რომ როცა სპორტული ფეხსაცმელი არ მოცვია, საერთოდ ფეხი აღარ უნდა გადავადგა არსად და გამოსაცვლელი ფეხსაცმელი უნდა ვატარო ყველგან. მეორე, ამ სიცივეში, როცა ჭრილობა მაქვს, კიდე უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციო ხოლმე ვიდრე ვაქცევ. მესამე, დედა ჩემი როგორც იტყოდა, ზაფხულს ეპრანჭე ზამთარს ეძონძეო თუ რაც არის. ხო, ამ ყველაფრის გამო 4 შაბათს შვედურზე ვერ წავედი. ვიფიქრე, რომ ტაქსით წავალ მეთქი ან ავტობუს გავუყვები მეთქი, მაგრამ ისე შემეშინდა, რომ 4 შაბათსაც არ გამხიზიანებოდა კიდევ. იმის გამო, რომ ესა დივანზე აი ამ ადგილას ვარ მიჯაჭვული, მთელი 4 დღეა. არაჩვეულებრივად ვიმუშავე. ვერც სპორტ დარბაზში გავდიოდი, ვერც სახლში ვარჯიშობდი, ვერც დავდიოდი სახლში, რომ ან სახლი დამელაგებინა, ან საჭმელი გამეკეთებინა, ან მაღაზიაში გავსულიყავი, რომ საჭმელი მეყრიდა. ხო, ყველაფერი გამორიცხული იყო, ესე დევიც მოქონდა ჩემთან ყველაფერი. ამის გამო სამსახურის საქმეებში ვიყავი რაღაცა სასწაულად პროდუქტიული და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კვირის deliverables რაც მქონდა მაგასთან დაკავშირებით. ამას გარდა ფიზიკურად ისე დავისვენე. მაინც დავიღალე, რა თქმა უნდა, მუშაობდი გონებრივად, მაგრამ ფიზიკურად ისეთი დასვენებული ვარ. ენერგიით ვარ სავსე. საღამოობით არაფრის თავი არ მაქვს ხოლმე. ამ ვიდეოს მონტაჟს უნდა მორჩა ახლა. დავტვირთო ასე, რომ კარგ ნოტაზე დაგემშვიდობებით. კარგად ვარ, ყველაფერი კარგად არის. ფეხი მაქვს დალურჯებული, დაჟეჟილი, მაგრამ გამივლის ამ დღეებში. მე მგონი, რომ ერთ კვირაში უკვე ძალიან კარგად ვიქნები. სიარულს თუ გამოურიცხავთ და სირბილს დანარჩენი ყველაფერი შემიძლია. ბედნიერ კვირას გისურვებთ და გემშვიდობებით. დიდი იმედი მაქვს გემშვიდობებით შემდეგ კვირამდე.